491 დღიანი ტყვეობის შემდეგ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება ჰამასის ჯოჯოხეთიდან მოხდა შაბათს 8 თებერვალს. ელ-შარაბი, ორ ლევი და ოჰად ბენ-ამი გადასცეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, შემდეგ კი IDF-ს. დილის 8 ნახევარზე ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალახში დაიწყო მზადება იმ პროპაგანდისტული შოუსთვის, რასაც ჰამასი ტრადიციისამებრ ატარებს მძევლების გათავისუფლების დროს. დაიდგა სცენა და მოეწყო პროპაგანდისტული შოუს მთელი ელემენტები. შეიკრიბნენ ტერორისტები, შეიარაღებით, რა თქმა უნდა. სცენაზე ჩანდა ბანერი წარწერით „ტოტალური გამარჯვება“ და იქვე გამოსახული იყო შეკრული 6 თითამუშტი პალესტინის დროშასთან ერთად, რომლის გვერდით არაბულად, ებრაულად და ინგლისურად ეწერა „ჩვენ ვართ წარღვნა, ჩვენ ვართ ღაზის მომავალი ომის შემდეგ“. თავშეყრის ადგილიდან გადაღებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ სცენა ამჯერად ნანგრევების ფონზე არ იყო, არამედ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მრავალი შენობა, არანაირი ნგრევა და არანაირი ზიანი არ ჩანს. უფრო მეტი, საგზაო ნიშნები და ინფრასტრუქტურაც სრულიად დაუზიანებელი გამოიყურება. ეს კი მიგვანიშნებს იმას, რომ ისრაელის სამხედროებმა იცოდნენ, რომ იქ მძევლები იყვნენ და ამიტომ თავს იკავებდნენ მასობრივი სახმელეთო ოპერაციისა და საჰაერო თავდასხმებისგან. დილის 11 საათზე ჰამასმა მძევლების სცენაზე გამოიყვანა, ოჰად ბენ-ამი გაჭირვებით მოძრაობდა, მუქი სათვალეები ეკეთა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ცუდად ან საერთოდ ვერ ხედავდა. მას აქეთ-იქიდან ტერორისტები ედგნენ. ელ-შარაბიც და ორ ლევიც გაჭირვებით მოძრაობდნენ. სამივე ძალიან ფერმკრთალი, მოტეხილი, გაფითრებული და ნატანჯი ჩანდა. სცენაზე ჰამასი აიძულებდა მძევლებს წაეკითხათ პროპაგანდისტული ტექსტი, რომელიც გმობდა ომს და ისრაელის მთავრობის პოლიტიკას, ტერორისტებს კი მადლობას უხდიდა და აქებდა მათ. ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩავარდა ღაზიდან გავრცელებული კადრების ნახვით. მძევლები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყვნენ. ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ჰამასის მოპყრობას მძევლების მიმართ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უწოდა. პრემიერის პრესსამსახურმა კი განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ გათავისუფლების პროცესს შტატებიდან პირდაპირ ეთერში უყურებდა და უპასუხოდ არ დატოვებს ჰამასის მიერ მძევლების ასეთ მოპყრობას. გათავისუფლებული მძევლების ნათესავები სრულიად განადგურებულები არიან ამ მძიმე სიტუაციით, მაგრამ იმედი აქვთ, რომ სათანადო მოპყრობითა და დახმარებით ისინი გამოკეთდებიან. ოჰად ბენ-ამის, ორ ლევისა და ელი-შარაბის ოჯახებმა, ისევე როგორც მთელი ისრაელის ხალხმა, უყურეს მძევლების გადაყვანის კადრებს პირდაპირ ეთერში და დაინახეს გაფითრებული, დაქანცული, ნატანჯი და გამოფიტული ადამიანები. ახლა კი რამდენიმე სიტყვით მძევლების შესახებ გიამბობთ. ორ ლევი 33 წლის გივატაიმიდან გაიტაცეს ნოვას ფესტივალიდან, სადაც ის მეუღლე ეინავთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის დროს ორ და ეინავი ბომბის თავშესაფარში შევიდნენ, მას კი ტერორისტები დაესხნენ თავს. ქალი იქვე მოკლეს, ორ და კიდევ რამდენიმე ისრაელელი გაიტაცეს და წაიყვანეს ღაზაში. ორს 2 წლის ვაჟი ჰყავს. 55 წლის ოჰად ბენ-ამი კიბუც ბეერიდან გაიტაცეს. მასთან ერთად დაატყვევეს მისი ცოლი რაზი და გაათავისუფლეს პირველი გარიგების დროს 2023 წლის ნოემბერში. მათ 3 ქალიშვილი ჰყავთ. ელი-შარაბი 51 წლის გაიტაცეს თავისი სახლიდან კიბუც ბეერიდან. ძმასთან იოსისთან ერთად, რომელიც დაიღუპა ტყვეობაში, მისი ცხედარი ჯერ კიდევ ღაზაშია დატყვევებული. ელის ცოლი ლიანი და მათი 2 ქალიშვილი ნუა და იაჰელი ტერორისტებმა 7 ოქტომბერს სასტიკი წამებით დახოცეს. ეს იყო გარიგების ფარგლებში გაცვლის მეხუთე რაუნდი. ღაზის სექტორში ამჯერად რჩება 76 მძევალი, მათ შორის ცოცხალი და მკვდარი. გაცვლის შემდეგი რაუნდი მომდევნო შაბათს გაიმართება.